მოგესალმებით კოლეგებო. ძალიან დიდი მადლობა მინდა მობრძანებისათვის მოგახსენოთ. ძალიან დიდი მადლობა მინდა მოახსენო ორგანიზატორებს ამ შეხვედრის. რამე თუ ტანდემი სხვადასხვა სპეციალობის ექიმების ძალიან საშუალო საქმეა მედიცინაში. ისე როგორც არასოდეს დღეს ძალიან გვჭირდება სხვადასხვა დარგის ექიმებმა ერთ თემაზე ვისაუბროთ. მე გახლავართ ინფექციონისტი, ვხვდებით სხვადასხვა სპეციალობის ექიმებს, თერაპევტებს, ოჯახის ექიმებს, პედიატრებს, მაგრამ სტომატოლოგებთან ძალიან იშვიათად გვაქვს ხოლმე ესეთი შეხვედრები და ალბათ სტომატოლოგებსაც შედარებით უფრო იშვიათად. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ნამდვილად ქალბატონ ქეთევანს, რომ ესეთი შეხვედრა და მნიშვნელოვანი დღე მოაწყო და მე კიდე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენთვის ინფორმაციული იქნება დღევანდელი დღე და ბევრ საინტერესო საკითხს გავაჟღერებთ დღეს, რაც თქვენ იცით გავიმეორებთ, რაც ახალი იქნება მოგაწვით და ასე შემდეგ. ანუ მოხსენების სათაური, არ ვიმოქმედებ დღეს, ვერ უმკურნალებთ ხვალ. კოლეგებო, ეს გახლავთ ამ კვირის 22-დან 26-მდე მსოფლიოში, 26 ნოემბრის პერიოდში მსოფლიოში აღინიშნება ანტიბიოტიკების ცნობადობის, ანუ ინფორმირებულობის კვირეული. და ამ კვირეულის დევიზი გახლავთ ეს. ესე იგი, ნიშნავს დღეს ძალიან აქტიურ ქმედებას, ძალიან აქტიურ ძალისხმევას საჭიროებს ანტიმიკრობული სამყარო ჩვენგან. რამე თუ ანტიმიკრობული სამყარო არის, უკაცრავად, მიკრობული სამყარო არის ცოცხალი წარმონაქმნები, ცოცხალი ორგანიზმები, რომლებიც ერთმანეთში ძალიან შეთანხმებულად არიან კონსოლიდებული და როგორც არასოდეს ჩვენ ასე გვჭირდება მათი შეცნობა და შემდგომ მთელი რიგი პათოლოგიების დროს მათი დამარცხებაც კიდევ სხვაგვარად პაციენტის გამოჯანმრთელება ინფექციური დაავადებებისაგან და ინფექციებისაგან ვერ მოხდება. ეხლა რაც შეეხება, როდესაც თემა ეხებოდა ანტიბიოტიკებს, მე გადავწყვიტე, რომ დეფინიციის რამდენიმე ტერმინოლოგია დამეზუსტებინა. ანუ თქვენ ხშირად გესმით ტერმინები ანტიმიკრობული თერაპია, ანტიბაქტერიული თერაპია, გესმით ანტიბიოტიკები, აი რომელს რა ნიშა აქვს და რა განმარტება აქვს. რაც შეეხება ანტიმიკრობული თერაპია, ანტიმიკრობული თერაპია ნიშნავს ყველა ცოცხალის წინააღმდეგ მიმართულს. იგი აერთიანებს როგორც ტერმინებს ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, ანტიფუნგალური, ანტიპარაზიტული. ანუ თუ გვინდა ზოგადად მიკროორგანიზმის საწინააღმდეგო თერაპიაზე ვისაუბროთ, ეს არის ანტიმიკრობული. რაც შეეხება ანტიბიოტიკი, ანტიბიოტიკი ნიშნავს მიკროორგანიზმებიდან მიღებულს. ესე იგი, ამ ანტიბაქტერიულ საშუალებებს, რომლებიც არის ბაქტერიის საწინააღმდეგო და არის ცოცხალი ორგანიზმებისაგან მიღებული, არის სოკოებისაგან მიღებული ძირითადად. ის არ გულისხმობს სინთეზურს, ნახევარსინთეზურს, მცენარეებიდან და ცხოველებიდან მიღებულს. პირველად თვითონ ტერმინი ანტიბიოტიკი 1942 წელს იქნა გამოყენებული ველქსმანის მიერ იმ სუბსტანციის აღსანიშნავად, რაც მიღებულია მიკროორგანიზმებისგან და მოქმედებს ისე მიკროორგანიზმებზე. ანუ დამეთანხმებით, რომ ზოგჯერ ჩვენ ტერმინოლოგიის აღრევასთან გვაქვს საქმე, თუმცა ძალიან დიდი დანაშაული არ არის, მაგრამ აი ფტორქინოლონები, ქალბატონი დოდო დამეთანხმება, ფტორქინოლონები ეს არ არის ბუნებრივი პრეპარატები, ეს გახლავთ ანტიმიკრობული საშუალებები, ანტიბაქტერიული საშუალებები და არამც და არამც არ არის ანტიბიოტიკები, მაგრამ დღეს ინფექტოლოგიაში და მედიცინაში ძალიან ფართოდ იხსენიებენ როგორც ანტიბიოტიკებს. ნუ დანაშაული არ არის, მაგრამ ეხლა როგორც ხედავ მე აუდიტორიაში ძალიან ბევრი ახალგაზრდაა და ჯობს რომ ტერმინოლოგია მიეჩვიოთ სწორად. შესაბამისად, რომ მე გადაჩვევა არ დაგჭირდეს ესე ვთქვათ. ხოლო რაც შეეხება ანტიბაქტერიული, ანტიბაქტერიული არის ყველა პრეპარატი, რომელიც არის ბაქტერიის საწინააღმდეგო, ეს არის ბუნებრივი, ნახევრად სინთეზური თუ სინდესური და მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ ბაქტერიებზე. ანუ ყველა ანტიბიოტიკი ანტიმიკრობულია, მაგრამ ყველა ანტიმიკრობული არ არის ანტიბიოტიკი. მე მგონი ეს ძალიან მარტივად განმარტეთ. ეხლა ესეთი კითხვა დადგება თქვენს მიერ, არის მედიცინაში ანტიბიოტიკების ერა, მაგრამ იყო ანტიბიოტიკებამდე ერაც. მაშინ, როდესაც ანტიმიკრობული საშუალება და ანტიმიკრობული ქმედება ნამდვილად საჭირო იყო, მაგრამ არ არსებობდა ანტიბაქტერიული საშუალებები და ანტიბიოტიკები, ხო, დამეთანხმებით. და სწორედ სხვადასხვა საშუალებების გამოყენება ხდებოდა ინფექციის ლიკვიდაციისთვის, პაციენტის განსაკურნებლად, მაშინაც იყო ინფექციები და საკმაოდ მძიმე და სერიოზული ინფექციები, მაშინაც იყო მაღალი ლეტალობა მძიმე ინფექციებით, მაგრამ შესაბამისად ხდებოდა სხვადასხვა საშუალებების გამოყენება. ანუ უძველესი დროიდან ანტიბაქტერიული მოქმედება პურის ობს გააჩნდა, ნიადაგს გააჩნდა, მცენარეებს გააჩნდა, სხვადასხვა მცენარეებს. ჩვეულებრივად პირდაპირ დაობებულ პურს დებდნენ ჭრილობაზე
და ეს ომამდე პერიოდში იყო პირველი მსოფლიო ომის პერიოდში და კიდევ უფრო ადრე და ხდებოდა დაჩირქებისაგან თავის არიდება. ჩვენს ერამდე მე-16 საუკუნეში ძველ ეგვიპტეში იყენებდნენ თაფლს. მას ბაქტერიოციდული მოქმედება ახასიათებს და უკვე დღეს ცნობილია, რომ თაფლი შეიცავს ჰიდროგენ პეროქსიდს, რომელიც სწორედ ბაქტერიოციდული მოქმედებით ხასიათება, ბაქტერიების დახოცვა ახასიათებს. ამის შემდეგ არის მედიცინაში ოქროს ერა, ანუ ანტიბიოტიკოთერაპიაში ახალი ანტიბიოტიკის მიღება. ეს ვიცით ძალიან მოკლედ გეტყვით ამის შესახებ. ფლემინგი მეცნიერი, რომელიც იყო შოტლანდიელი მიკრობიოლოგი, ლონდონის უნივერსიტეტის ბაქტერიოლოგიის პროფესორი, ედინბურგის უნივერსიტეტის რექტორი და მან პირველ ეტაპზე ლიზოციმი 22 წელს მიიღო, ხოლო შემდეგ პირველი ანტიბიოტიკი ბუნებრივი გზით მიღებული იქნა მის მიერ და ეს სულ შემთხვევით იყო. ამის ისტორიაც თქვენ გეცოდინებათ, უბრალოდ შეგახსენებთ, როდესაც ერთ-ერთი დასვენების დროს აგვისტოში ისვენებდა, ხასიათდებოდა თვითონ ეს მეცნიერი, ცნობილი იყო როგორც თავის სამუშაო ოთახში გარკვეული უწესრიგობით. და ამის შემდეგ, როდესაც დაბრუნდა, დამლაგებელმა დაალაგა შესაბამისად ის ოთახი, მისი სამუშაო ოთახი, რაღაც გარკვეული ერთ ნაწილში იყო სტაფილოკოკის კულტურები და როდესაც დაბრუნდა შვებულებიდან, აღმოჩნდა, რომ აი ამ კულტურების გათვალიერების დროს ერთ-ერთ ფინჯანზე, სადაც სტაფილოკოკის კულტურა იყო, ირგვლივ სხვა კულტურაც იყო იმას გაზრდილი სოკოს კულტურაც აი ამ ნიადაგზე და ირგვლივ იყო ნათელი არე. ანუ ესე იგი ბაქტერიის ზრდა აღარ გაგრძელდა და დაინტერესდა რა შეიძლებოდა ყოფილიყო ბაქტერიის ზრდის შემაფერხებელი. და გამოყოს იქიდან ნივთიერება, რა თქმა უნდა, მას მოგვიანებით ეწოდა პენიცილინი, მაგრამ იმ ეტაპზე უკვე დაიგეგმა, თუმცა ის ძალიან მოკრძალებული გახდა და პირველ ეტაპზე თავის გამო აღმოჩენას დიდი აღიარება არ მისცა, ხოლო შემდეგ მეცნიერებთან ერთად, ჩეინთან და ფლორთან ერთად უკვე 45 წელს ნობელის პრემია მიიღეს ამ აღმოჩენაში. და რატომ განსაზღვრე ეს კოლეგებო? დღეს ძალიან ხმამაღალი საუბარია რეზისტენტობაზე. ჩვენ ვეცდებით მე და ქალბატონი დოდო თვითონ ტერმინს რეზისტენტობას და მდგომარეობას დაგაახლოვოთ. ანუ აი ესეთი ზოგადი მცნება არ იყოს თქვენთვის რეზისტენტობა, მაგრამ ერთი რამე ეხლავე მინდა აღვნიშნო, რომ რეზისტენტობა ახალი პრობლემა არ გახლავთ. ეხლა კი არ დაიწყეს მიკრობებმა რეზისტენტობის გამომუშავება, არამედ რაც ანტიბაქტერიული საშუალება, ანუ ანტიბიოტიკი არსებობს, რეზისტენტობის პრობლემა იმ დროიდან არსებობს. ამდენად რომ 46 წელს მიკრობების 6% უკვე პენიცილინზე იყო რეზისტენტული, 64 წელს 3%. ანუ იქვე ფლემინგმა აღნიშნა, რომ არ ღირს პენიცილინის გამოყენება, მანამ სანამ დაავადება არ იქნება დიაგნოსტირებული. და თუ მაინც და მაინც აუცილებელია მისი გამოყენება, ნუ გამოიყენებთ ხანმოკლე დროით და მცირე დოზებით, ვინაიდან ამ პირობებში ბაქტერიები მდგრადები ხდებიან მის მიმართ. ანუ საკითხი იმის შესახებ, რა შეიძლება იყოს ძირითადი პრობლემა მრავალ პრობლემათაგან რეზისტენტობისა, ეს გახლავთ ანტიბაქტერიული საშუალებების არარაციონალური და არასწორი გამოყენება და რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ხანმოკლე დროით და არასწორი დოზით გამოყენებული პრეპარატები. ამიტომ, როდესაც პრეპარატს ნიშნავთ, უნდა მთლიანად გათავისებული უნდა გქონდეს ის პრეპარატი თავისი მოქმედების სპექტრით. დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ იქ ის მიკრობი არსებობს, რისთვისაც თქვენი პრეპარატს ნიშნავთ. ნუ კონკრეტულად ეხა სტომატოლოგიაში და ყველა სპეციალობის ექიმსაც ეხება. ამიტომ რომ ანტიბაქტერიული საშუალებები არ გახლავთ ორგანიზმის ფუნქციური მდგომარეობის გასაუმჯობესებელი პრეპარატები, როგორც სხვა მაგალითად მედიკამენტები, რომელიც ფარმაცევტულ ბაზარზე არსებობს. არა, ისინი პირიქით ადამიანის ორგანოების ფუნქციის მდგომარეობას აუარესებენ, უფრო უარესიც. მხოლოდ და მხოლოდ მოქმედებენ ცოცხალ მიკროორგანიზმებზე და თუ თქვენ დარწმუნებული ხართ იმ მიკროორგანიზმების არსებობაზე, იმ არეში, რისთვისაც თქვენ ნიშნავთ, იმ შემთხვევაში უნდა გამოიყენოთ ანტიბაქტერიული საშუალება, არამც და არამც სხვა შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს არის სწორედ არარაციონალური თერაპია, რომელმაც სწორედ რეზისტენტობის ასეთ კატასტროფულ ზრდამდე მიგვიყვანა. და ამის შემდეგ პენიცილინიდან მოყოლებული თქვენ ხედავთ, რომ უკვე კასკადია ანტიბაქტერიული საშუალებებისა. წლები მიდის, ახალი ანტიბაქტერიული საშუალებების სინთეზური, ნახევრად სინთეზური, მოდიფიცირებული და ასე შემდეგ სხვადასხვა მექანიზმებით მიიღება ზოგი ბუნებრივი მაგალითად ცეფალოსპორინების შემდგომ ეტაპზე და მუდმივად გრძელდება დღემდე. მაგრამ დღეს რა ხდება? დღეს მივედით ძალიან ესეთ კრიზისულ მდგომარეობამდე, როდესაც მსოფლიოში ექსპერტებმა, ვინც ამ დარგში მუშაობს და ვისაც ხელთ ეწიფება ამ პრობლემის, ასე ვთქვათ, მოგვარება
გამყარება ცალსახად აღიარეს, რომ ანტიბიოტიკების მილსადენი დაშრა. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ რამდენიმე წლის განმავლობაში, წინა წლებში ათეულობით ანტიბიოტიკების მიღება ხდებოდა, დღეს უკვე ანტიბაქტერიული საშუალებები პრაქტიკულად ეს 10 წლის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმეა. 1-2 მიღებულია, 1 კვლევის ეტაპზეა. ასე რომ რეზისტენტობა უფრო სწრაფი ტემპით ვითარდება, ვიდრე ახალ-ახალი ანტიბაქტერიული საშუალებები გვაქვს. და უკვე აი აქ დადგა განგაში, ესე იგი დადგება დრო, როდესაც მარტივი ინფექცია, რომელიც დღეს განკურნებადია, ხვალ უკვე იქნება განუკურნებელი და სწორედ ეს არის რეზისტენტობა. ესე იგი ჩვენ იმ ცოცხალ მიკროორგანიზმებს, რომლებიც ძალიან თავისი მექანიზმებით, თავისი თვისებებით, თავისი ყველანაირი საშუალებებით შეიარაღებულები ჩვენს წინააღმდეგ იბრძვიან, ჩვენ მას ვეღარაფრით ვეღარ დაუპირისპირდებით, იმიტომ რომ ჩვენს ხელთ არსებული ოქროს ფონდი, ის ანტიბაქტერიული პრეპარატები, რომელიც დღეს გვაქვს, ძალიან არარაციონალური და არასწორად ხდება გამოყენებული. თითქოს გაიფიქრებთ, რა მოხდა ეხლა ჩემს ერთ პაციენტს დაუნიშნე მაგალითად იგივე ამოქსიცილინი, რაღაც ხანმოკლე დროით, შემეშინდა გართულების, იმუნოკომპრომენტირებული იყო, ანუ ვთქვათ, ან სიმსივნიანი პაციენტი იყო, ან აი ვინც ინფიცირებული იყო, ან ძალიან იმუნიტეტ დაქვეითებული და შეგეშინდათ რაღაცა სერიოზული გართულების და პროფილაქტიკურადაც გამოიყენეთ და არაუშავს თითქოს დიახ სწორედ იქ არის ყველაზე მთავარი პრობლემა. აი სწორედ ის არის ყველაზე არასწორი ქმედება, როდესაც ჯანდაცვაში, პირველად ჯანდაცვის სისტემაში, სადაც ყველაზე მეტად ხდება ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენება და სწორედ სტომატოლოგიაში თქვენ ცალკეული კლინიცისტი, ცალკეულ თქვენ პაციენტთან დანიშნულ ასეთი ქმედებით ანტიბაქტერიული საშუალების გამოყენებით სწორედ მიგვიყვანს აი ამ რეზისტენტობამდე. თითქოს არაფერიო, ამით დავიწყე და ისევ ამით დავამთავრებ, მაგრამ ეს არის ყველაფერი. აი ძირითადი საფუძველი იქ არის. ამიტომ როგორც ბაქტერიები ძალიან კონსოლიდირებულად მოქმედებენ ჩვენს წინააღმდეგ, ჩვენც ასევე ცალკეული ჩვენგანი მინიმალური წვლილით თუნდაც უნდა დავირაზმოთ მათ წინააღმდეგ, რომ შემდგომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი თავით პაციენტები და საერთოდ მოსახლეობა, მსოფლიოს მოსახლეობა, იმიტომ რომ ეს რეზისტენტობა არის მსოფლიო სერიოზული პრობლემა. ეხლა საკითხის ასეთი გაშუქების დროს მინდა ცოტა დაგაახლოვოთ ისევ მაკროორგანიზმს. კარგია მეტნაკლებად ვსაუბრობთ მიკროორგანიზმებზე, მაგრამ უკვე შესაბამისად მიკროორგანიზმებზე და მაკროორგანიზმებზე უნდა ვისაუბროთ. და მაკროორგანიზმი რა? ჩვენ ადამიანის ორგანიზმი, რომელიც პრაქტიკულად დასახლებული არის მიკროორგანიზმებით. მიკროორგანიზმები მარტო მავნე ბაქტერიები არ გახლავთ. ადამიანი დაწყებული კანიდან დამთავრებული ღრუ ორგანოებით, მთლიანად მიკროორგანიზმებით არის დასახლებული. და ეს მიკროორგანიზმები მოგეხსენებათ, რომ დაბადებიდან იწყებს ჩასახლებას ადამიანის ორგანიზმში. დაბადებიდან ჩასახლება ნიშნავს იმას, რომ იბადება ადამიანი, იმ მომენტიდან ხდება კონსოლიდაცია აი ამ მიკროორგანიზმებით. და დღეს კვლევებით აღმოჩნდა, კოლეგებო, რომ ძალიან კატასტროფულ მდგომარეობაში ვართ, რატომ? იმიტომ რომ ეს მიკროორგანიზმები 3 კილოგრამამდეა ჩვენს ადამიანის ორგანიზმში. ზოგჯერ ესეთი კითხვაა, როგორ აწონეს და ვინ აწონაო, მაგრამ დიახ, აწონეს კიდევაც და თქვენ წარმოიდგინეთ, მას სახელი ჰქვია შეძენილი ორგანო. შეძენილი ორგანო, აი შემდეგზე უფრო კარგად ჩანს ეს შეძენილი ორგანო, ანუ ადამიანი უკვე დღეს მედიცინაში განიხილება არა როგორც ერთი ინდივიდი, ერთი წარმონაქმნი, არამედ ადამიანი როგორც ეკოსისტემა. ეკოსისტემა, რომელიც დასახლებული არის ამ მიკროორგანიზმებით და ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას, ადამიანის ავადობას, მის გამოჯამრთელების უნარს, იმუნიტეტს და ყველაფერს აი ეს მიკროორგანიზმები განაგებენ და მათ ამ მიკროორგანიზმებზე არის დამოკიდებული. ეს მიკროორგანიზმები ცნობილი არის შეძენილი ორგანოს სახელწოდებით. დიახ, ნებისმიერი ერთი ორგანო იწონის რამდენიმე კილოგრამს და რამდენიმე კილოგრამს ეს მიკროორგანიზმებიც იწონის. და სწორედ რომ შეძენილი ორგანოა, მაგრამ ფუნქცია ყველა ორგანოზე მეტი აქვს. ესე იგი, ყველა ორგანოს ერთად რაც აქვს, ის ფუნქცია აქვს ამ შეძენილ ორგანოს. ამიტომ კოლეგებო, ძალიან გაფრთხილება ჭირდება. ძალიან სათუთი მოპყრობა ჭირდება ადამიანის მიკროსამყაროს. თუნდაც იმ პირისღრუს მიკროსამყაროს, რომელთანაც თქვენ შეხება გჭირდებათ ყოველ დროს, ყოველ მომენტში. ძალიან ხშირად ჩვენ ხვდებით აი ინფექციონისტები, როდესაც პაციენტები თქვენგან მოდის
და მიმართულება აქვს ესეთი: გაიკეთეთ პირის ღრუს ნაცხი, ბაქტერიოლოგიური კვლევა. გაიკეთებენ პირის ღრუს ბაქტერიოლოგიურ კვლევას ესეთ მომრავლებულ დღეს ლაბორატორიებში და ამოითესება ოქროსფერის სტაფილოკოკი, ამოითესება სოკო, ამოითესება ნაწლავის ჩხირი, ამოითესება პროტეუსი და მთელი რიგი მიკროორგანიზმები ამოითესება და რა თქმა უნდა ნებისმიერ ამოთესილ მიკრობზე ანტიბიოტიკოგრამა კეთდება და მე არაკომპეტენტურად ბრჭყალებში ვამბობ, იმიტომ რომ მე ყველა კოლეგას არ ვაყენებ შეურაცხყოფას და არც არავის უბრალოდ მინდა მოგრძალებით აღვნიშნო, რომ ეს არის არასწორი ქმედება. ჩემმა მასწავლებელმა ვახტანგ ბოჭორიშვილმა იცოდა ძალიან კარგი გამოთქმა ამასთან დაკავშირებით. შვილო, მიკრობები იქ ჩაწერილები არიან, იქ ცხოვრობენ და თავი დაანებეთ, მიეცით მას იქ არსებობის საშუალება. ასე რომ უცხოს არაფერს არ წარმოადგენს თქვათ ნაცხში რაღაც გარკვეული ბაქტერიის აღმოჩენა. მაგრამ იქ მთელი რიგი ნიუანსია, რომელშიც თუ თქვენ ვერ გაერკვევით, არ არის აუცილებელი, თქვათ, ინფექტოლოგიის ფუნქცია შეინაცვლოს მაგალითად ან შეითავსოს სტომატოლოგმა. შესაძლებელია ძალიან აკადემიურად ეს მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, გამოიყენოს ინფექციონისტის კონსულტაცია და შესაბამისად აკადემიური რჩევით იმოქმედოს თავის საქმეში. ანუ მინდა გითხრათ, რომ ეს მიკროორგანიზმები ერთ სადღაც ნაწილში კი არ არიან, განაწილებულები არიან და მას დღეს ქვია ადამიანის მიკრობიომა. უამრავი ტერმინები არსებობდა და დღეს ძალიან ესეთი ზოგადი ტერმინი ქვია, ყველა დარგის სპეციალისტი ამას ესე იყენებს, ადამიანის მიკრობიომა. მაგრამ ცალკეულ ორგანოებში არის მიკროორგანიზმები, რომლებსაც ქვია მიკრობიოტა, მაგალითად პირის ღრუს მიკრობიოტა, ნაწლავების მიკრობიოტა, სასუნთქის სისტემის მიკრობიოტა, კანის მიკრობიოტა. ანუ მიკრობიოტების გაერთიანება არის მიკრობიომა და ქმნის იმ შეძენილ ორგანოს. ასე რომ თქვენ ყოველდღიურ პრაქტიკაში შეხება გაქვს პირის ღრუს მიკრობიოტასთან, რომელიც წარმოდგენილი არის მთელი რიგი ბაქტერიებით. ნახავთ, 200-მდე ბაქტერია. ეს რაც ნახეს და დაითვალეს და კიდევ უფრო მეტია. ანუ არც ამის ჩამოთვლას, არც ამის ცნობადობას და არც ამასთან რაღაც გარკვეულ კონფლიქტურ სიტუაციას აზრი არ აქვს და ვერც მოახდენთ მათ ელიმინაციას, ვერც მოახდენთ პირის ღრუს გასტერილებას, ეს სწორიც არ არის პრაქტიკულად. ანუ დაწყებული პეპტოკოკებიდან, ლაქტობაცილები, აქტინომიცეტები, გრამუარყოფითი ბაქტერიები, დიფტეროიდები, მიკოპლაზმა, სტაფილოკოკი, კანდიდა, ანუ პირველი რამდენიმე ადგილის მფლობელი არის გამოვლენილი, თორე ეს 200-მდე ძალიან დიდ მიკრობიოტას წარმოადგენს ადამიანის ორგანიზმში. აი აქ ეკოსისტემაში ნახეთ როგორ არის ზოგადად რაც თქვენგან ჩანს. ანუ ორი ერთნაირი წრე არ გახლავთ და ამ წრეში გარკვეული შეფერილობით გარკვეული ფლორაა. ესე იგი, კანზე, პირის ღრუში, თუნდაც ღრძილების არეში, რბილ სასაზე და მაგარ სასაზე, საყლაპავში, კუჭში სხვადასხვა მიკრობიოტაა წარმოდგენილი. აბსოლუტურად განსხვავება და ეს მიკრობები ქაოსურად არ არიან, კოლეგებო, იქ განაწილებული. თავიანთი ადგილია, თავიანთი პროპორცია ყველამ ძალიან კარგად იცით. აი ეს პროპორცია რო დაირღვევა, აი ეს დისბალანსი რო ვითარდება, აი მაშინ არის პრობლემა. და სწორედ არარაციონალური ანტიბაქტერიული თერაპიით აი ეს დისბალანსი ირღვევა. და იმუნიტეტი აქვს დაქვეითებული, არავითარი იმუნიტეტი არ აქვს დაქვეითებული. ჩვენ ზოგჯერ არასწორი ქმედებით დაუქვეითეთ მას იმუნიტეტი და სწორედ ხელი შეუწყეთ მის ესეთ ხშირ ავადობას. საერთოდ ჯამში ამ 3 კილოგრამიან მიკროორგანიზმებს, ანუ ადამიანის მიკრობიომას წარმოადგენს 100 ტრილიონი მიკროორგანიზმი. ეს იმაზე მეტია დაახლოებით, რაც მსოფლიოში ადამიანი ცხოვრობს. და ყველაზე საინტერესოა, სხვადასხვა ორგანოებში სხვადასხვა პროპორციით არიან გადაწილებული ყველა ღრუ ორგანოში, ყველგან, გარდა რამდენიმე სტერილური ნაწილისა. მაგალითად, სისხლში მიკროორგანიზმები არ არის. სისხლში მიკროორგანიზმების მოხვედრა ეს უკვე მძიმე სერიოზული სისტემური დაავადება, სეფსისი გახლავთ, რომელიც დასაბამს იღებს აი მიკრობიოტის დარღვევიდან. თუ კუჭნაწლავის ბარიერი დაირღვა, თუ პირის ღრუს ბარიერი დაირღვა, უკვე ადვილად ხდება, თუნდაც პირობით პათოგენური. ის რომელიც ჩვენ ნორმალურ მიკროფლორას შეადგენს, აი ის გახდეს ვერაგი მტერი და ეს არის სეფსისი ზუსტად. გარედან რომ მოხდება მიკროორგანიზმები, პათოგენური მიკროორგანიზმები, ისინი ციკლურ დაავადებებს იწვევენ ინფექტოლოგიაში, მაგრამ თუ პირობით პათოგენური, ჩვენი
საკუთარი მიკროორგანიზმი მტრად გვექცა, ანუ არაბუნებრივი გზით შეიჭრა. ის ღრუში კი უნდა იყოს, მაგრამ ის ბარიერი არ უნდა გადაადლოხოს ლორწოვანი გარსის და სისხლში, თქვა და სხვადასხვა თავზურწიან სითხეში ან სხვა ესეთ სტერილურ გარემოში არ უნდა მოხდეს. აი მაშინ ხდება ის სერიოზული პრობლემა. თან როგორც ჩვენი იმუნური სისტემა შედარებით ნაკლებად აღიქვამს. ძალიან ისეთ სერიოზულ მტრად აღარ აღიქვამს, ანტისხეულების გამომუშავებაც მოგვიანებით ხდება და ამიტომ გვჯობნის ინფექციის განვითარებაში, სისტემური ინფექციების განვითარებაში მიკროორგანიზმები. თქვენ იცით რომ ადამიანის მიკროორგანიზმი, ადამიანი ანუ მაკროორგანიზმი წარმოდგენილი არის უჯრედებით და ადამიანის სეული ადამიანში მხოლოდ 10%-ია, 90% უჯრედებისა ეს მიკროორგანიზმებია. ესე იგი, რამდენად ჩვენია, რამდენად გაფრთხილება გვჭირდება და მათ მხოლოდ და მხოლოდ მეგობრობა უნდათ ჩვენგან, არც ერთ შემთხვევაში ბრძოლა. და ბრძოლა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი რაღაც ასე ბჭყალებში რო თქვა, ცუდ საქმეს აკეთებენ, იგივე პირის ღრუში ან სხვა ნაწილებში და ინფექციას იწვევენ. აი ესეთი ფერადი სურათი შეიძლება წარმოვიდგინოთ თითქოს ყველაზე სუფთა, ყველაზე სტერილური და ყველაზე ისეთი ნაწილისგან, სახისგან, რომელსაც ყოველდღიურად, ყოველწამიერად ესე უფრთხილდებით და ასე ვთქვათ, ვასტერილებთ. აი აქ წარმოდგენილი არის ადამიანის მიკრობიომის ცალკეული სახეობის. აი მაგალითად, კანზე 1000-მდე სახეობის მიკროორგანიზმია. კუჭნაწლავში ყველაზე მეტი 500-დან 1000-მდე სახეობის მიკროორგანიზმია. კუჭი ყველაზე შედარებით სტერილური გარემო და მხოლოდ 25-მდე სახეობისაა. ნუ პირის ღრუში სადღაც 100-მდე, 200-მდე სახეობის მიკრობია და ნუ მერე ფილტვებში, ზემო სასუნთქებში კიდე ყველაზე უფრო მეტი. ბავშვი მყავდა ოჯახში, არსად არ გამიყვანია, საიდან დაემართა ნაწლავური ინფექცია. ნაწლავური ინფექციის გამომწვევით დასახლებული არის მისი ნაწლავები, ამიტომ მიკრობი იქვეა, ძებნა არ ჭირდება. ანდა თუნდაც მშობლები, რომლებიც მასთან ერთად ცხოვრობენ, არიან ინფექციის წყარო. მათთვის მოზრდილებისთვის ის ნორმალური მიკროფლორის შემადგენელი ბაქტერიებია, მაგრამ ბავშვისთვის, მისი შვილისთვის შესაძლებელია აღმოჩნდეს თუ ჰიგიენური რეჟიმის დარღვევა მოხდა, აღმოჩნდეს ინფექციის წყარო და ინფექცია განვითარდეს. მით უმეტეს ზემო სასუნთქი გზები და ასე შემდეგ. ზემო და ქვემო სასუნთქი გზები. ეხლა ორი სიტყვით მინდა გითხრათ აი ამ მიკრობების ქმედებაზე. იმდენად რომ გარემოში, ნუ ვთქვით ეს 100 ტრილიონი ბაქტერია, ზოგი ზეპათოგენურია, ზოგი პათოგენურია, ზოგი პირობით პათოგენური, ანუ ოპორტუნისტული ბაქტერიებია, რომლებიც თქვენ ძალიან კარგად იცით, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც განსაკუთრებულ არეში, მაგალითად, ძალიან ხშირად, აი თქვენს მიერ გაკეთებულ დენტალურ იმპლანტზე, ტრავმატოლოგების მიერ გაკეთებულ რომელიმე სახსრის პროტეზზე, იგივე ფეისმეიკერებზე, გულში ჩადებულ პროტეზებზე და ასე შემდეგ. თუ ერთხელ მიკრობმა დაისადგურა, მაშინვე ხდება იქ რამდენიმე მიკრობის მისვლა კიდე პარალელურად, ძალიან უხეშად და მარტივად რომ ვთქვა, ამ მიკრობების კონსოლიდაცია და ქმნიან იქ ბიოფილმებს, ეგრეთ წოდებულ ბიოფილმებს. თქვენ დღეს თუ მეხვდებით ძალიან მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციებზე და ის ინფექტოლოგიის საკითხებს შეეხება, ძალიან ხშირად არის საუბარი აი ამ ბიოფილმებზე. და ბიოფილმებში აი ეს მიკროორგანიზმები სხვადასხვა სახეობის, სოკო თუნდაც პროტეუსი, ოქროს გრამუარყოფითი, გრამდადებითი ბაქტერიები ერთიანდებიან და საერთო გარსს იკეთებენ. და ბიოფილმში ცალკეული მიკროორგანიზმის, ანუ ბაქტერიის ქმედება მკვეთრად განსხვავდება, როდესაც ის გარემოში ცალკე არსებობს იმ ქმედებისაგან. ესე იგი, აბსოლუტურად სხვა დამოკიდებულება ჭირდება. იმდენად რომ როგორი ნაცხიც არ უნდა გააკეთოთ და როგორი კარგი ლაბორატორიაც არ უნდა გქონდეთ, შესაძლებელია დიფერენცირებაც არ მოხდეს, რომელი მიკრობია. ნუ ამისთვის სპეციალური მუშაობენ ჩვენი გერმანელი კოლეგები, სპეციალური აპარატურა არსებობს, სონიკაციის აპარატი და ხდება გაშიფრო. ანუ რა არის პრობლემა? ძალიან მარტივად წარმოგიდგენთ. თქვათ რომელიმე პროტეზის ინფექცია განვითარდა და საუბედუროდ ეს ინფექცია მაშინვე კი არ ვითარდება. შეიძლება თვეების შემდეგ, შეიძლება 1 წლის შემდეგ, ნუ რაღაც ფისტულა განვითარდეს და იმ პროტეზის ადგილიდან დაიწყოს ჩირქმა დენა. ნუ უმკურნალებენ, ანტიბაქტერიულ მკურნალობას ჩაუტარებენ, დროებით გაჩერდება. რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ ჩაატარებენ მკურნალობას, ისევ გაჩერდება, მაგრამ მონოტონურად გრძელდება. და როგორც ექსპერტებმა დაასკვნეს, თუ დაიწყებს პროტეზის არიდან ჩირქი დენას, იქ არც ერთ შემთხვევაში იმ პროტეზის შენარჩუნება ვერ მოხდება, შეუძლებელია პრაქტიკულად, იმიტომ რომ აქედან მიცემული ანტიბაქტერიული მკურნალობით ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მართავთ. ნუ ძალიან სამწუხაროდ ხშირად ხდება პროტეზის ამოღება. ნუ ძალიან კარგი პროტეზი ამოვიღეთ, ინვალიდი პაციენტი იყო თავისი დეფორმირებული სახსრით,
ეხლა აღარც ის დეფორმირებული სახსარი აქვს, აღარც გაკეთებული პროტეზი აქვს, მაშინ რა გავქნათ? ახალ პროტეზს ჩაუდგამენ და ის მიკრობები ლოკალურ არეზე არიან დაფიქსირებული და ახალი პროტეზის რამდენჯერმე მოხდა ამის გაკეთება, რამდენი ახალი პროტეზი ჩადგეს და იმ პროტეზზეც განვითარდა იგივე ინფექცია. ანუ ჯერ ჭირდება კარგი აკადემიური მკურნალობა, ამ ბიოფილმების დაშლა, გრძნობელობის განსაზღვრა და შესაბამისად ეტიოტროპული მკურნალობის ჩატარება და გამოჯამრთელებულ არეში ამის შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებელი ახალი პროტეზის ჩადგმა. ესეთი გამოცდილება აქვს ჩვენს უფრო ევროპელ კოლეგებს, რომლებსაც მეტად განვითარებული ტექნოლოგიური საშუალებები აქვს ზოგიერთ საკითხში ჩვენთან შედარებით. და აქედან გამომდინარე, სწორედ ეს ბიოფილმები გახდა პრობლემა ამ ინფექციის განვითარების. ესე იგი, ნახეთ როგორი კონსოლიდაცია ახასიათებს და თუ რომელიმე აქედან რეზისტენტულია გარკვეულ ანტიბაქტერიულ საშუალებაზე, ამ რეზისტენტობას არა მარტო თავის მსგავს მიკრობებს გადასცემენ, არამედ ყველა მათ ირგვლივ არსებულ მიკრობებს გადასცემენ რეზისტენტობას და მთლიანად მთელი მიკრობული სამყარო ხდება უკვე არასწორად გამოყენებულ ერთ ანტიბაქტერიულ საშუალებაზე რეზისტენტული. ანუ თქვენ თუ ჩათვალეთ, რომ იგივე ამოქსიცილინი ან ამპიცილინი პროფილაქტიკურად დაუნიშნეთ თქვენს პაციენტს აუცილებლობას ძალიან არ წარმოადგენდა და იმ პაციენტს რამდენიმე ხნის შემდეგ პირის ღრუს კი არა სერიოზული ინფექცია დაემართოს, ის ანტიბიოტიკი მას უკვე აღარ უშველის. იმიტომ რომ ის სამყარო, რომელიც მასთან არის, მთლიანად რეზისტენტულია იმ ანტიმიკრობულ საშუალებებზე, ესე რომ თქვენ პაციენტს საქმეს კი არ უკეთებთ, არამედ საქმეს უფუჭებთ იმ ეტაპზე. ამიტომ ყოველთვის აი ეს უნდა ღრმად გქონდეთ გათავისებული, რას ვაკეთებთ, სწორად ვაკეთებთ თუ არა და რა გადაწყვეტილებას ვიღებთ გარკვეულ კონკრეტულ შემთხვევაში. ნუ ეხლა რაც შეეხება უკვე გადავედით ანტიბიოტიკების კლასებზე, რომელზეც ქალბატონი დოდო დაწვრილებით მოგახსენებთ, უბრალოდ მე რამდენიმე კლინიკურ საკითხზე, რომელიც აი თქვენ ძალიან გჭირდებათ იმაზე შევაჩერებ კლინიკური პოზიციიდან ყურადღებას. ნუ ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკები ძალიან კარგად იცით, რომ ეს პენიცილინები, ცეფალოსპორინები, კარბაპენემები, მონობაქტამები, ეს ახალი ასტრეონამი ეს არის, რომელიც ჯერ კარგად არ არის დამკვიდრებული ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე და მძიმე პაციენტებისთვის ვეძებთ სხვადასხვა ქვეყნებში, ესეო ბეტა-ლაქტამური ანტიბაქტერიული საშუალებაა და ძალიან ხშირად ზოგჯერ სამწუხაროდ ხვდებით ისეთ შემთხვევებს, როდესაც ან კონსილიუმზე ან კონსულტაციაზე ვნახულობთ სხვა კლინიკებში, ორი ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკი ერთად არის დანიშნული. ეხლა ეს მეტი რო არაფერი, ნუ აღარ ვიტყვი. თქვენ თვითონ განსაზღვრეთ რა შეიძლება იყოს, ესე იგი, საკითხის არცოდნა სიღრმიდან. ესე იგი, ნიშნავთ და რას არ ვიცით. მაგალითად, ელემენტარულად ძალიან მარტივად გეტყვით. ცეფალოსპორინი, თქვათ, ცეფტრიაქსონი ერთ-ერთი წარმომადგენელი. ცეფტრიაქსონი და პენიცილინის წარმომადგენელი, მაგალითად, ფართოსპექტრის პენიცილინი, ამპიცილინი. ან ამპისიდი დაცული პენიცილინი და ასე შემდეგ, ან ვთქვათ, უნაზინი და ასე შემდეგ. ნებისმიერი თუ კარგად გადახედავთ, ძალიან ხშირად ამბულატორიულ პირობებში ძალიან გემრიელად არის დანიშნული ერთად. ნუ ეს რა თქმა უნდა, თქვენ ეს მინდოდა ყურადღება გამიხვილეთ და თუ ერთი და იგივე კლასის ორი პრეპარატია, თუ კომბინაცია რა თქმა უნდა საჭიროა. ზოგჯერ მიკრობული სამყარო ისეთი აქტიურია, პრაქტიკულად მეტი საშუალებით ვერ ვებრძვით, მაგრამ ისე მაინც რომ ჩვენ სწორი კომბინაცია შევარჩიოთ მიკრობების მიმართ. შემდეგი ტეტრაციკლინები, მაკროლიდები, ამინოგლიკოზიდები, ქინოლონები, ციკლური პეპტიდები, ლინკოზამიდები, ოქსაზოლიდინები, სულფა ანტიბიოტიკები და ასე შემდეგ. ესე იგი, ძალიან დიდი არსენალი გვაქვს ანტიმიკრობული საშუალებებისა. ნუ რა თქმა უნდა, თქვენ ყველასთან შეხება არ გეხებათ, მხოლოდ რამდენიმე მათგანთან და კიდევ ერთი ყურადღება მინდა გავამახვილო, ალბათ ქალბატონი დოდო ამაზე უფრო დაწვრილებებით გესაუბრებათ, ანტიბაქტერიული საშუალებების სპექტრი. ზოგჯერ აი თვითონ კოლეგებთან ხვდებით არასწორ გამოთქმებს. თითქოს გონიათ, რომ რადგანაც ამპიცილინია და პირველი თაობაა და პენიცილინიც არის და ადრე მიღებულია, ის უნდა იყოს ვიწრო სპექტრის და ახალი მიღებული ვანკომიცინი ის უნდა იყოს ფართო სპექტრის. ამ დროს გახლავთ პირიქით. ასე რომ სპექტრი მოქმედებისა არ არის განსაზღვრული, რომელ წელს იყო მიღებული, არ არის განსაზღვრული თაობების მიხედვით, არამედ მხოლოდ დამოკიდებულია მისი მოქმედების ხასიათზე მიკრობულ სამყაროსთან. ანუ რა მოცვა აქვს. გრამდადებიცე მოქმედებს, გრამუარყოფიცე მოქმედებს, ანაერობებზე მოქმედებს და ასე შემდეგ. ნუ ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები, ვიწრო სპექტრის ანტიბაქტერიული საშუალებები, შესაბამისად ამაზე ცალკე არ შევჩერდებით დაწვრილებით. ფართო სპექტრი როდის გვინდათ? როდესაც ვიცით, რომ ინფექციაა, მაგრამ კონკრეტულად არ ვიცით, რომელ მიკრობთან გვაქვს საქმე. ამიტომ ემპირიულად თუ ვიწყებთ, ანუ ემპირიული დანიშვნა ნიშნავს ანტიბიოტიკო გრამის გარეშე
ანტიბაქტერიული თერაპიის დანიშვნას, ხო? ეს ინფექციონისტებიც გამოიყენებენ და თქვენც ფართოდ გამოიყენებთ. მაგრამ თუ უკვე ნაცხი გააკეთეთ, შესაბამისად მიკრობი იცით, მაგალითად ვთქვათ, მენინგოკოკური ინფექცია, რომელიც დღეს კარგად მოქმედებს, ვთქვათ, იგივე პენიცილინზე, კარგად მოქმედებს, ვთქვათ, ქლორამფენიკოლზე, ქლორამფენიკოლი კარგად მოქმედებს მასზე. ამიტომ რაღაც გვინდა იქ ფართო სპექტრის ანტიმიკრობული საშუალებები, როცა შეიძლება ვიწრო სპექტრი დანიშნოთ. ანუ არჩევანს გავაკეთებთ იმ შემთხვევაში, თუ უკვე ვიცით, რასთან გვაქვს საქმე. მაგალითად, გრამდადებითი მძიმე ინფექცია გვაქვს, რა თქმა უნდა, აქ ცალსახად უნდა ან ტეიკოპლანინი, ან ვანკომიცინი ვიწრო სპექტრის ანტიბაქტერიული საშუალებები გამოვიყენოთ. ძალიან მნიშვნელოვანია პრეპარატი, როდესაც ნიშნავთ თქვენ მიუდექით ამ პოზიციიდან, ის ბაქტერიოსტატულია თუ ბაქტერიოციდულია. ბაქტერიოსტატული ნიშნავს, რომელიც აჩერებს ბაქტერიის ზრდას, ბაქტერიოციდული ნიშნავს, რომელიც ხოცავს ბაქტერიებს. და ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ხშირად მთელი რიგი ბაქტერიები დახოცვის შედეგად გამოიმუშავებენ ენდოტოქსინს. და თუ ვიცით, რომ ეს ინფექცია ენდოტოქსიურია, ამ შემთხვევაში ბაქტერიოციდული პრეპარატის გამოყენება არ უნდა მოხდეს. პაციენტი შეიძლება არ მომკვდარიყო მაგალითად, ან არ ცუდი გამოსავალი არ ჰქონოდა ბჭყალებში უმკურნალოდ, თავისით მორჩენილიყო ციკლური ინფექციური დაავადებებისაგან და ჩვენ ბაქტერიოციდული პრეპარატით უზრუნველყავით ის, რომ ენდოტოქსიური შოკი განვითარდა და უმძიმეს მდგომარეობაში, ვთქვათ, მოხვდა კლინიკურ დეპარტამენტში. ისე რომ სწორად არ იყო განსაზღვრული ბაქტერიოციდული და ბაქტერიოსტატიკური პრეპარატების გამოყენება. ნუ ეხლა კიდევ სტომატოლოგებთან არ შევშერდებით ეგრეთ წოდებულ ჰუსთან დაკავშირებით ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი, რომელიც ვითარდება ნაწლავური ინფექციის დროს, აი თქვა სისხლი როდესაც არის განავალში და იქ ნაწლავი ჩხირია გამომწვევი, თუ ცალსახად მაშინვე დაიწყება ანტიბაქტერიული პრეპარატის გამოყენება, ეს 257 შტამის ნაწლავის ჩხირის დროს გამომუშავდება დიდი რაოდენობით ტოქსინი, რომელიც თირკმელზე ცალსახად პირდაპირ მოქმედებს და პაციენტი თირკმლის უკმარისობით დაიღუპება. ეს მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის მოვიტანე, რომ თქვენ ძალიან ფრთხილად და ცოტა შიშით მიუდგეთ ყველა ანტიბაქტერიულ საშუალებას. ნუ გარკვეული ჯგუფია ბაქტერიოსტატული, გარკვეული ჯგუფია ბაქტერიოციდული. ეხლა პენიცილინებთან დაკავშირებით რა მინდა გითხრათ? ნუ პირველი პრეპარატი გახლდათ პენიცილინი, რომელიც იყო მიღებული შესაბამისად აი ამ მეცნიერების მიერ, რომელზე ჩვენ ვისაუბრეთ. ბენზინპენიცილინი, რომელსაც აქვს თავისი ბენზინის ჯგუფისაგან შედგება და შეიცავს სხვადასხვა რადიკალებს. პენიცილინის ძირითადი ასე ვთქვათ შემადგენელი ბეტა-ლაქტამური რგოლია. ის ბეტა-ლაქტამური რგოლი, რომელიც წარმოადგენს ძირითად სუბსტრატს ყველა ბეტა-ლაქტამური ანტიბაქტერიული საშუალებებისა. და შემდგომ პერიოდში უკვე მიკრობებმა დაიწყეს ფერმენტ ბეტა-ლაქტამაზას გამომუშავება. ამას ვიმეორებ, იმიტომ რომ ძალიან აი ესე მყარად უნდა ჩაჯდეს. ესე იგი, ბეტა-ლაქტამურ რგოლს შეიცავს ანტიბიოტიკი, მაგრამ ფერმენტ ბეტა-ლაქტამაზას გამოიმუშავებს მიკრობი, რომ დაშალოს ეს ბეტა-ლაქტამური რგოლი და შესაბამისად ვეღარ იმოქმედოს მასზე იმ პრეპარატმა. მაგრამ არის პენიცილინების ჯგუფი, რომლებსაც დამატებული აქვთ ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორები. ნახეთ, ესე იგი, ბეტა-ლაქტამური რგოლი, ფერმენტ ბეტა-ლაქტამაზა და მესამე ტერმინი შემოვიდა ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორი. სწორედ სულბაქტამი, ტაზობაქტამი და კლაულანის მჟავა არის ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორი. უკვე აი ამათმა, ამ სამმა სუბსტანციამ დაშალა ბაქტერიის მიერ გამომუშავებული ბეტა-ლაქტამაზა, ფერმენტი ბეტა-ლაქტამაზა. ამიტომ ამპიცილინს, ამოქსიცილინს და ტიკარცილინს დაუმატეს ეს სუბსტანციები და მივიღეთ ახალი თაობა ანტიბაქტერიული საშუალებებისა, მაგალითად, რომელსაც თქვენ იყენებთ უნაზინი, ამპისიდი და ასე შემდეგ. ამოქსიცილის დამატებული კლაულანის მჟავა, აუგმენტინი, ამოქსიკლავი, კოკლავი და უამრავი, რომელიც ფარმაცევტულ ბაზარზე არსებობს. ანუ თუ იცით იმ პრეპარატის ანტიბაქტერიული საშუალებებს და ამავე სახელწოდებით, ახლა მინიმუმ 20-მდე პრეპარატი არის დღეს ფარმაცევტულ ბაზარზე. აი იგივე მაგალითად დაცული ამოქსიცილინი. თუ იცით ამოქსიცილინის დოზა, თუ იცით ამოქსიცილინის მოქმედების სპექტრი, რაზე მოქმედებს, ან როგორ უნდა დაინიშნოს, რა ხანგრძლივობით, რა დოზით, ჩათვალეთ, რომ ის 20-ვე პრეპარატი იცით. მთავარია თქვენ იცოდეთ, რომ ის არის სწორედ დაცული ამოქსიცილინი და მეტი არაფერი. სხვადასხვა ფარმაცევტულმა კომპანიამ ბაზარზე სხვადასხვა სახელწოდებით შემოიტანა, სინამდვილეში ეს არის აბსოლუტურად ერთი და იგივე მოქმედების სპექტრის და ერთი და იგივე არსის პრეპარატები.
აი მაგალითად, ხო, და ძალიან ყურადღებით მინდა კიდევ ძალიან ყურადღებით იცოდეთ, აი ძალიან კარგად. იცით ოქროსფერი სტაფილოკოკი, ხო? სტაფილოკოკუს ორეუსი, ოქროსფერი სტაფილოკოკი. მაგრამ დღეს ტერმინებში თქვენ ძალიან ხშირად ხვდებით იგივე სტატიებში, იგივე კვლევებში, სამეცნიერო კვლევებში ამ თქვენ ესეთი ლამაზ ცენტრში ალბათ ესეთი სტატიების განხილვაც ხდება. ვიცით რომ სტაფილოკოკი შეიძლება იყოს მეტიცილინ რეზისტენტული ან მეტიცილინ სენსიტიური, ანუ MSS-ა ან MRS-ა. და ძალიან ხშირად სამწუხაროდ არ იციან რას ნიშნავს ეს თქვათ MRS-ა და MSS-ა. ანუ რატომ არის ეს მეტიცილინი, მაინც და მაინც, რომელზეც თუ რეზისტენტობა განავითარა სტაფილოკოკმა, ის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საშიში მტერია. ანუ მინდა გითხრათ რომ დღეს კლინიკებში, სადაც არის ინფექციის პრევენცია მაღალ დონეზე, პირველი საიზოლაციო პაციენტი არის თუნდაც პირის ღრუში, ამოითესოს MRS-ა. სასწრაფოდ უნდა მოხდეს პაციენტის იზოლაცია. ეხლა მე ბოლო პერიოდში თქვა საიმი ლექციების დროს მოვინდომე და უმეტესობა ლაბორატორიებს გადავხედე და საბედნიეროდ საქართველოში ძალიან ხშირი არ არის. მხოლოდ ერთეული შემთხვევები იყო MRS-ი და მაშინ პაციენტის იზოლაცია მოხდა. ჩვეულებრივი სტაფილოკოკია? ჩვეულებრივ პაციენტს არაფერი კლინიკურად არ აქვს? ჩვეულებრივ ნებისმიერი მათგანი თქვენი პაციენტი შეიძლება აღმოჩნდეს და ის იყოს აი ამ შტამის მტარებელი. და რატომ მეტიცილინს? იმიტომ რომ მეტიცილინი გახლავთ პენიცილინაზე რეზისტენტული პენიცილინი. ამიტომ ეს არის ყველაზე ბოლო არჩევანი. და თუ ამაზეც განავითარა რეზისტენტობა, ესე იგი ეს იმას ნიშნავს, რომ ის თითქმის ყველა იმ მსგავს პრეპარატებზე რეზისტენტულია და ამიტომ არის საშიში. ის MRS-ა, რომელიც ეგრეთ წოდებული მეტიცილინ რეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკია. და დღეს თქვენ შეხვდებით ძალიან ხშირად ანტიბიოტიკოგრამაში, რომელიც თქვენთან მოვა ამოთესვის შემდეგ, ამოითესავ თქვათ სტაფილოკოკუს აურეუსი და ანტიბიოტიკოგრამა გაკეთებული და პირველი რასაც დახედეთ მაშინვე ოქსაცილინს. მეტიცილინი და ოქსაცილინი პრაქტიკულად ერთი და იგივეა. როგორც მეტიცილინი მოქმედებს, ასევე ოქსაცილინსაც იგივე ქმედება ახასიათებს. ამიტომ თუ ოქსაცილინზე არის რეზისტენტული, ეს არის ძალიან დიდი საგანგაშო სიგნალი და ყველა იმ ექიმისთვის, ვის ხელშიც ეს ანტიბიოტიკოგრამა მოხდება, არა მხოლოდ ინფექციონისტების. ინფექციონისტები ალბათ ამის შემდგენ მოხდება პაციენტი, როცა თქვენ მას მიზან მიმართულებას მისცემს. ანუ უკვე პენიცილინი არა მარტო თვითონ ვიწრო სპექტრია, არამედ თვითონ მასშიც არის ფართო სპექტრის პენიცილინები, ამპიცილინი, ამპიცილინის სულბაქტამი, აი ეს დაცული პენიცილინები, ამოქსიცილინ კლაულანის მჟავა და ასე შემდეგ. სხვა ფართო სპექტრის პენიცილინებიც ვიცით, რომელთა თქვენ ხან საინექციო ფორმას მე ვფიქრობ, რომ აი ესე არამიზან მიმართულად და ემპირიულად თქვენ არ გამოიყენებთ ცალსახად. შემდგომ ფართო სპექტრის პენიცილინები, ასევე ურეიდოპენიცილინები, მეზლოცილინი, რომელსაც ანტიფსევდომონიაზური მოქმედება აქვს და აქ ძალიან კარგი ცხრილია. ცეფალოსპორი, ხო, და შემდეგი არის უკვე ცეფალოსპორინები. ცეფალოსპორინებზე ამას ქალბატონი დოდო გესაუბრებათ და აღარ შევჩერდები. უკვე მეხუთე თაობამდე ვართ მისული, ესე იგი ძალიან აქტიურად ქმედებებთ, ძალიან აქტიურ ქმედებებს ვახორციელებთ, მაგრამ მაინც ვერ უმკლავდებით მიკრობულ სამყაროს. მეხუთე თაობის ცეფალოსპორინებამდე ვართ მისული. პრაქტიკულად, მაგრამ მაინც არა გვაქვს ისეთი მგრძნობელობა, როგორიც საჭიროა. აი აქ ნახეთ როგორ არის პირველი თაობა, მეორე თაობა, მესამე, მეოთხე. რატომ უნდა გააკეთო არჩევანი მესამე თაობაზე, თუ მიკრობი იცი რომ გრამდადებითი ბაქტერიაა, თუ იდენტიფიცირება არ მოხდა, გრამის წესით გაკეთება ხო ძალიან მარტივია. გრამდადებითია თუ გრამუარყოფითი, ამას ძალიან მარტივად გაიგებთ. ამიტომ თუ პირველი თაობაც და მეორე თაობაც ერთნაირად მოქმედებს, რაღაცა უნდა გავაკეთოთ არჩევანი მეოთხე თაობაზე. შემდგომ, თუ ვიცით რომ ანაერობებზე არ მოქმედებს, თქვათ, აი მეორე თაობა უკეთესად მოქმედებს ვიდრე მესამე თაობა. ფსევდომონაზე არც ერთი არ მოქმედებს და MRS-აზე მხოლოდ მეხუთე თაობა მოქმედებს. ამიტომ არის საშიში MRS-ა, რომ მთელი პენიცილინები, ყველა ბეტა-ლაქტამური რეზისტენტულია და არ მოქმედებს MRS-აზე. ასევე ფტორქინოლონები, აი ესეთი სქემაა წარმოდგენილი, ყველაზე მნიშვნელოვანი წარმოდგენილი ფტორქინოლონებისა ციპროფლოქსაცინი, თქვენ მე ვფიქრობ, რომ უფრო შედარებით ხშირად იყენებდით და ძალიან ფაქტიურად იყენებდით და ძალიან ბევრად, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში ამ პრეპარატების საქმე ამით გაფუჭდა. ხეშად რომ ვთქვათ, იმიტომ რომ რეზისტენტობა ძალიან აქტიურად გამომუშავდა არა მარტო იმის წინააღმდეგ, რისთვისაც თქვენ ის დანიშნეთ, არამედ სადაც პრეპარატმა შეაღწია თავისი გარკვეული კონცენტრაციით, ყველა იმ მიკრობული სამყაროს მიმართ განვითარდა რეზისტენტობა. ატიპიური გამოწვევებიც იცით, ამაზე არ შევჩერდები. აი ძალიან მარტივად, ნახეთ, აი რას ნიშნავს ვანკომიცინის რეზისტენტობა.
აი აქ სენსიტიურობა, ეს ლურჯი ვანკომიცინია, აი ეს მთლიანად ბაქტერია თავისი კედლით, შესაბამისად ხდება შეერთება, ამ წარმონაქმნის განვითარება და ეს უკვე ხშლის ბაქტერიას და ბაქტერიოციდული მოქმედება ახასიათებს. მაგრამ თუ რეზისტენტულია, უკვე ეს პროცესი და კონტაქტი ვეღარ შედგა და შესაბამისად ბაქტერიამ ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში გააგრძელა. ანუ მრავლდება, აგრძელებს. არც ერთი ბაქტერიის, კოლეგებო, არც ერთი ვირუსის იდეა ფიქსი ადამიანის დაავადება და ადამიანის დაავადების განვითარება არ არის. საერთოდ არც იციან მერწმუნეთ იმ მიკროორგანიზმებმა, რომ ისინი ადამიანს აავადებენ. ერთი მიზანი აქვს. თავისი თავი გაიმრავლონ და გარემოში გადაირჩინონ. განსაკუთრებით ვირუსებმა, რომლებიც ადამიანის მიკროორგანიზმის, მაკროორგანიზმის უჯრედების გარეშე ვერ მრავლდებიან. და სწორედ იმიტომ ხდება მათი აბსორბცია ადამიანის უჯრედებზე, რომ გამრავლდეს იქ და შემდგომ გარემოში მისი არსებობა გაგრძელდეს და ეს მიზანი აქვს, მაგრამ სინამდვილეში ხდება დაავადების განვითარება, რატომ? იმიტომ რომ იმ უჯრედის ფუნქცია იშლება, იმ ორგანოს ფუნქცია იშლება, სადაც მათი შეჭრა მოხდა. შემდეგი საკითხი. აი ესეთ ხშირად გამოყენებული ტერმინი რაციონალური ანტიმიკრობული თერაპია. ბოლო-ბოლო რას ნიშნავს ეს რაციონალური ანტიმიკრობული თერაპია და რა არის მისი პოსტულატები? რამდენიმე რგოლისაგან არის წარმოდგენილი. ესე იგი, პირველი მთავარი და ამოსავალი წერტილი, ავადმყოფი მალე უნდა გამოჯანმრთელდეს. მინიმალური ტოქსიური გამოვლინება უნდა ქონდეს იმ პრეპარატს, რომელსაც არჩევანსაც თქვენ გააკეთებთ. გამოჯანმრთელების მაქსიმალურად სწრაფი ტემპი უნდა იყოს. არ მოგცემს საშუალებას ჩვენი ოპოზიციურს ვერ ვიტყვი, ჩვენი მხარე, მაგრამ ის ვინც აფინანსებს მას, ჩვენი ოპონენტების როლში არიან იმ ეტაპზე. თუ გაახანგრძლებთ პაციენტის სტაციონარული მკურნალობა, რა თქმა უნდა, ეს არარაციონალურ თერაპიაში ჩაგეთვლებათ. შემდეგი მიკრობული პოპულაციის მინიმალური დისბალანსი. კი, იმ მიკრობებზე უნდა ვიმოქმედოთ, მაგრამ მიკრობიომის ბალანსი არ უნდა დავარღვიოთ და მინიმალურად უნდა იყოს დაირღვევა, მაგრამ მინიმალური დარღვევა უნდა იყოს. და მკურნალობის მინიმალური ღირებულება. აი ამ ყველა რგოლის გაერთიანება ნიშნავს რაციონალურ ანტიმიკრობულ თერაპიას, რომლის დაცვა ყველა ექიმს სალსახად ევალება და რომლის მოთხოვნა არის ყველა მხრიდან. საკითხი იმის შესახებ, რომ ანტიბიოტიკების მიღება ეს საოცრება იყო. და საოცრება აი სწორედ აი ამ საინტერესო სქემაზეა წარმოდგენილი. ეს პირველი გრაფიკი არის ანტიბიოტიკებამდე ლეტალობა, ავადობით ლეტალობა. ну ესე იგი, რაღაც გარკვეული პერიოდი პაციენტები ყველა შემთხვევების აი ინფექციური დაავადებები იქნებოდა თუ არაინფექციური დაავადებებით ლეტალობა როგორი იყო? აი ეს არის 1900 წლიდან 1996 წლამდე, მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში. ანუ ბოლო პერიოდში მედიცინის განვითარებამ თავისი როლი ითამაშა, მაგრამ არც ისე ბევრი. ხედავთ, ერთი ნოზოლოგია დაიძრგუნა და ერთი გამომწვევი დაიძრგუნა, მეორე გამოჩნდა. ასე რომ მაინც მაღალია ლეტალობა საერთო ავადობაში. მაგრამ ინფექციებში პირიქით ნახეთ, სწორი მრუდია, ეს ანტიბიოტიკების დამსახურებაა და სწორედ ეს არის მედიცინაში ცნობილი ანტიბიოტიკების საოცრების სახელწოდებით. მაგრამ ბოდიში უკაცრავად. აი ეს არის ანტიბიოტიკები და ეს არის ჩვეულებრივ არაინფექციური დაავადებები, რომელიც ერთ დონეზეა. მაგრამ აი უკვე დაიწყო მრუდმა აწევა. ანუ ინფექციურ დაავადებების მართვის პრობლემა გახდა სწორედ ამ რეზისტენტობის გამო და სწორედ ეს არის ჩვენი დღევანდელი შეხვედრის, ჩვენი არა მსოფლიო კვირეულის, რომელსაც ჩვენ შევუერთით ამის დევიზი და სწორედ განგაშიც აქედან მომდინარეობს. შემდგომ ანტიმიკრობული რეზისტენტობა. რეზისტენტობაზე ძალიან მოკლედ ვთქვით, რას ნიშნავს რეზისტენტობა, მაგრამ კიდევ მინდა გითხრათ, რომ გარკვეული მკურნალობის ეტაპზე ბაქტერიამ გამოიმუშავა რეზისტენტობა გარკვეულ კონკრეტულ ანტიბაქტერიულ საშუალებაზე. შემდგომ მან ეს რეზისტენტობა გადასცა ირგვლივ მყოფებს, სხვა პირებს, რომლებიც მასთან თანაცხოვრობენ. შემდგომ ამ რეზისტენტობის გავრცელება მოხდა ჰოსპიტალში. და რაც ყველაზე მთავარია, ვეტერინარიას ძალიან დიდი როლი მიუძღვის. იმიტომ რომ დღეს არ ვიცი, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მე ამის არ ვარ დარგის სპეციალისტი და ამას კონკრეტულად ვერ შევაფასებ. ვეტერინარიაში ძალიან ხშირად პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით ხდება ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენება. და შესაბამისად, აქედან მიღებული ხორცი უკვე შეიცავს რეზისტენტულ შტამებს და ამ შტამების გადაცემა ხდება უკვე ვინც ამ ხორცს მოიხმარს და გამოიყენებს.
ათასნაირი მცვრიანი მწვადების და ძალიან აქტიურად დაუმუშავებელი სახით. ამიტომ ძალიან დიდი როლი მიუძღვის და შესაბამისად რეზისტენტობის წინააღმდეგ სწორედ ყველა რგოლი უნდა გაერთიანდეს. ყველა რგოლში უნდა მოხდეს დარეგულირება გარკვეული საქმიანობისა. ნახეთ, როგორი სისწრაფით ვრცელდება. არც საზღვარი იცის, როგორც ჩვენი მინისტრი იტყვის ბატონი დავითი, მე ძალიან მომწონს მისი გამოთქმა ესა, რომ საბაჟო კონტროლს არ ექვემდებარება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ პრაქტიკულად ძალიან ესეთი სწრაფი ტემპით და ესეთი სისწრაფით ვრცელდება რეზისტენტობა გარემოში. აი აქ წარმოდგენილი არის გარკვეული მიკროორგანიზმების რეზისტენტობა ბოლოთაობის ანტიბაქტერიული საშუალებების მიმართ. ანუ ნახეთ, პრაქტიკულად ევროპაშია მონაცემები ჩვენგან ეხა ძალიან ასე ვთქვათ განებივრებული ვართ თქო ამის დიფერენცირებით, რომ აი დღეს აქ რომელი შტამი გვაქვს გავრცელებული და აღრიცხვა კარგ დონეზე გვაქვს თქო სამწუხაროდ. ამ ხრივაც მიდის მუშაობა და ალბათ ამ სფეროსაც გაუმჯობესება ჭირდება, მაგრამ სადაც ხდება ამის აღრიცხვა, იქ აი ესეთი სტატისტიკა გვაქვს. ისე პრაქტიკულად თეთრი რომ იყოს რომელიმე, ეს ნიშნავს, რომ არ არის იქ რეზისტენტობა პრობლემა. ყველგან პრობლემაა პრაქტიკულად რეზისტენტობა, თუნდაც 2013 წლის მონაცემები და აი ხა მე უბრალოდ არ წარმოვადგინე, თუ შევადარებთ 10 წლის მონაცემებს, იქ ბევრად ღია ფერებშია. ანუ რა მინდა ვთქვა, რაც უფრო მუქია, მით უფრო ღრმა არის რეზისტენტობა და მით უფრო მყარია რეზისტენტობა და ასე ვთქვათ დინამიკაში მკვეთრად იზრდება და მზარდია. აი აქაც სწორედ ანტიმიკრობულ რეზისტენტობაზეა საუბარი, როგორი სისწრაფით ვრცელდება ანტიმიკრობული რეზისტენტობა, მგრძნობელობის პატარა რგოლები, რეზისტენტობა აბსოლუტურად ყველა გარკვეული ანტიბაქტერიული საშუალებების მიმართ. ეს ყველა ეს ანტიბაქტერიული საშუალებებია და ამიტომ ცალსახად მოგიწოდებთ. მოგვიწოდებენ და უნდა ჩვენ ყველამ უნდა გავითავისოთ იმ ჩვენ ოქროს რეზერვს, იმ ფონდს, რომელიც არსებობს დღეს გრძნობიარე ანტიბაქტერიული საშუალებების სახით უნდა გაუფრთხილდეთ. მომავლის ვიზით რომ ახალი ცოტა ხანში არ გვექნება. აი ამ მთელი პრობლემებიდან გამომდინარე. აი ეს მე უბრალოდ სლაიდი მაქვს გადაღებული დაავადებათა კონტროლში ექსპერტი იყო ფრანგი ჩამოსული, რომელსაც ჰქონდა წარმოდგენილი და სწორედ აი ეს ანტიბიოტიკების აღმოჩენის მილსადენი დაშრა და სწორედ ეს განგაშია იმის რომ ახალი ანტიბიოტიკები პრაქტიკულად და მწვანე არის ეს სარეზერვო, რომელსაც ძალიან უნდა გაუფრთხილდეთ და ფრთხილად გამოვიყენოთ. ეხლა უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი ევროპელი კოლეგების გამოცდილება, რომლებმაც აი ეს ქმედება, აქტიური ქმედებები ცოტა უფრო ადრე დაიწყეს და თავიანთ ქვეყანაში მკვეთრად შეამცირეს ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენება და საბოლოოდ საინტერესო დასკვნები ის, რომ ანტიბაქტერიული საშუალებების შემცირებულად გამოყენებით ავადობა არ გაიზარდა, არც ლეტალობა არ გაზრდილა და არც გამოჯანმრთელების პროცენტია დაბალი. ასე რომ გამოიყენებდნენ თუ არ გამოიყენებდნენ, პრაქტიკულად თითქმის ერთ დონეზე იყო ლეტალობა და რა თქმა უნდა, ლეტალობა რო გაზრდილიყო, რა თქმა უნდა, ანტიბაქტერიულ საშუალებებს გამოიყენებდნენ, მაგრამ რომ არ გაიზარდა, ტემპი მკვეთრად შეამცირეს. ეხლა ჩვენთან რა ხდება ფარმაცევტულ ბაზარზე, ამაზე არ შევჩერდები. თქვენ ძალიან კარგად იცით ამის შესახებ. და ეხლა ძალიან მოკლე კლიპს მინდა გაჩვენოთ რეზისტენტობასთან დაკავშირებით. ეს გახლავთ მიკრობები, რომლებიც პრაქტიკულად რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ რეზისტენტობას იჩენენ. რეზისტენტობა ეს არის გარკვეული მიკროორგანიზმების ანტიბაქტერიული პრეპარატების მიმართ და რეზისტენტობის შემდეგი მექანიზმი არსებობს. ეს არის მუტაცია, დესტრიქცია და ინაქტივაცია. სიტყვების დამახსოვრება ძალიან რთულია, მაგრამ მხედველობითი მეხსიერებით რაღაც რამდენიმე სლაიდი გვინდა დაგამახსოვროთ უბრალოდ. რას ნიშნავს მუტაცია? მუტაცია ნიშნავს, რომ იცვლება დნმ-ი გარკვეულ ნაწილში და ხდება შემდგომ გადაცემა. აი მაგალითად, ეს არის ბაქტერია. შემდგომ ამ ბაქტერიაში მოხდა ანტიბაქტერიული საშუალებები. აი ესე შედის ანტიბაქტერიული საშუალებები და ხდება ეს დნმ გირაზა, რომელსაც უერთდება უკვე ანტიბიოტიკი მოქმედებს და იშლება. ასე მოქმედებენ, მუშაობენ ფტოლქინოლონები ძირითადად, აი ციპროფლოქსაცინი და სხვა თაობის ფტოლქინოლონები, მაგრამ როდესაც უკვე რეზისტენტობას გამოიმუშავებს, დნმ გირაზაზე აღარ მოქმედებს, იქ უკვე მდგრადია მასე და შესაბამისად უკვე ანტიბაქტერიული, აი ეს რეზისტენტობა განვითარა, აღარ მოქმედებს მასზე და შესაბამისად უკვე
აღარ დამაგრდა ეს ანტიბაქტერიული საშუალება, ანტიბიოტიკმა გაიარა და ეს ბაქტერია აგრძელებს უკვე სიცოცხლეს. ესე იგი ის იყო მუტაცია. შემდეგი არის დესტრიქცია და ინაქტივაცია. ანუ ან ინაქტივაცია ერთი და იგივეა პრაქტიკულად ეს მექანიზმები, აი ეს 4 ნაწილად რო იყო გაყოფილი წინა შემთხვევაში 2 გაერთიანებულია აქ. დესტრიქცია და ინაქტივაცია უკვე ნიშნავს, როდესაც ისევ ბაქტერია, ისევ ანტიბაქტერიული საშუალებები შედის აი ამ ანტიბიოტიკი ბაქტერიაში და ხდება ენზიმებით, პენიცილინაზე და ასე შემდეგ, მათი ინაქტივაცია. აი ნახეთ როგორ მოახდინა ბაქტერიის ინაქტივაცია და ბაქტერია ცოცხალი დარჩა. ეს მეორე მექანიზმი განვითარებისა. შემდეგი გახლავთ ინფლუქსი, რომელზეც უკვე ქალბატონ დოდომ დაწვრილებით ისაუბრა. ინფლუქსი ანუ ტუმბო, გამოძევება, ძალიან ინფექტოლოგიაში ფართოდ გამოყენებული ტერმინია, იმიტომ რომ თუ ვიცით ანტიბაქტერიული საშუალება, რა მექანიზმით ანვითარებს რეზისტენტობას. ინფლუქსი, აი ნახეთ, შევიდა ბაქტერიაში ანტიბაქტერიული საშუალება და სასწრაფოდ აი ამ ტუმბოთი ხდება მისი სასწრაფო გამოდევნა ორგანიზმიდან. ანუ ეს არის ინფლუქსი. ესე იგი 4 მექანიზმი რეზისტენტობის განვითარებისა. უკვე თქვენთვის ძალიან მარტივია წარმოსადგენად. და ყველა ანტიბაქტერიული საშუალებები იყოფა რა მექანიზმით ივითარებს რეზისტენტობას. ანუ ეს გახლავთ უკვე ინფლუქსი, ანტიბაქტერიული საშუალება სასწრაფოდ გამოიდევნა ბაქტერიის უჯრედიდან. ბაქტერია კვლავ ცოცხალი დარჩა. ეხლა ამის შემდეგ უკვე მოცემული არის გზები, როგორ ხდება ამ რეზისტენტობის გადაცემა სხვა ბაქტერიაზე. ანუ გენეტიკური ტრანსფერი ნიშნავს, როდესაც აი ეს ერთი ბაქტერია არის რეზისტენტული, რეზისტენტობის გენი დევს მის პლაზმიდში, ანუ 3 გზა არის აქაც: კონიუგაცია, ტრანსფორმაცია და ტრანსდუქცია. ნუ პირველი არის კონიუგაცია. პლაზმიდში არის ნაწილი გენის, რომელიც არის მტარებელი ამ რეზისტენტობის და როგორც კი აი ამ პლაზმიდში გენი, როგორც კი მიუახლოვდება სხვა ბაქტერია, აი ამ პლაზმიდის შემცველ ბაქტერიას, შესაბამისად, აი ამ არეში ხდება გამრავლება, აი ესეთი გენიანი პლაზმიდებისა და შესაბამისად ეს ერთი პლაზმიდი გამოდის, შედის მეორე ბაქტერიაში და უკვე აი ეს რეზისტენტობა, რაც ამას აქვს გამომუშავებული, სხვა ირგვლივ მდებარე ბაქტერიებზეც გადაედო. ასე ერთზე კი არა, მის ირგვლივ რაც არის. ესე იგი, გენით შევიდა აი ეს პლაზმიდი და რეზისტენტობა უკვე გადაცემულია და ინფორმაცია გადასცა სასწრაფოდ. აი ეს ნიშნავს აი ამ ანტიბაქტერიული საშუალებების მიმართ რეზისტენტობას. ანუ ეს არის კონიუგაცია, ხო? გადაცემის გზა. მეორე გზა გადაცემის, ეს გახლავთ ტრანსფორმაცია. ტრანსფორმაცია ნიშნავს, როდესაც ისევ ბაქტერია, რომელიც არის აი ამ რეზისტენტობის მტარებელი, აი ეგ პლაზმიდებში არის გენი და თვითონ ეს ბაქტერია იშლება. დაიშალა ბაქტერია და ეს გამონთავისუფლებული პლაზმიდები თავისი გენით ახალ ბაქტერიებში შეიჭრებიან და სასწრაფოდ რეზისტენტობა გადაეცემა სხვა ბაქტერიებს. ესე იგი, როგორი ბაქტერიოციდულიც არ უნდა იყოს და განადგურდეს ის ბაქტერია, პლაზმიდი მაინც რჩება ამ რეზისტენტობის ინფორმაციის მტარებელი და გადადის უკვე სხვა ბაქტერიაში და ისიც უკვე რეზისტენტული ხდება. და შემდეგი გზა, გადაცემის გზა, ეს გახლავთ ძალიან საინტერესო გზა, ეს არის ფაგებით გადაცემა. ფაგები იცით რა არის თქვენ? ფაგები ეს არის ბაქტერიის ვირუსი. და შესაბამისად, როდესაც ერთ ბაქტერიაზე მოქმედებს ფაგი და ფაგი შედის, ვთქვათ, აი ამ ბაქტერიის კედელში, აი ეს გახლავთ პატარა წარმონაქმნები, ფაგები, ბაქტერიოფაგები შედის. ბაქტერიოფაგი უკვე იღებს ინფორმაციას მისი რეზისტენტობის შესახებ და აი ამ უჯრედიდან, ბაქტერიის კედლიდან გამოსული ფაგი ახალ ბაქტერიის უჯრედში შესული, ან მსგავსში, ან აბსოლუტურად სხვა ბაქტერიაშიც უკვე რეზისტენტობას გადასცემს. ისე იგი, რამდენი გზა, რამდენი მექანიზმი აქვს თვითონ მოფიქრებული ბაქტერიას, რომ ეს რეზისტენტობა გადასცეს და თავი გადაერჩინონ იმ გარემოში, სადაც ისინი არსებობენ. ძალიან დიდი მადლობა კოლეგებო ყურადღებისათვის.